დილამშვიდობის მეგობრებო, ალექსანდრას ამ დილას სიცხე უწევს და ააგანგალა და მოუტანეს ადიალა კიდევ დამატებით გრელკა, ისევ დამოვისყდა ქართულად რა ქვია სათბურა თუ რაღაც ესეთი. ხო და მოუტანეს საუზმე. საინტერესო რადებს შიგნით. ეს რა შეიძლება იყოს? მოკლედ, აქ რაღაცა ისეთია. პური. კვერცხი. და ქრერის. ვერმიშელის ფაფა. და ეს რაღაცები მოხდება. всё. სულ ეს შვენიერია. გარეთ საშნელი ამინდია. რაღაცა მოღრუბული, თითქოს წვიმა არ არის, მაგრამ თან ეს ჰაერი რო არის დაბინძურებული ხო საერთოდ საშინელება, ესეთი სტადიონებია ჩვენს წინ, რაღაცა პატარა ქუჩა მიდის და წვიმას იწყებს. ისე არ ჩანს, მაგრამ წვიმას იწყებს. პანჯრები არის მწარედ გასაწმენდი, მაგრამ სხვა დანარჩენზე ვერ შევედავებით. გაკრიალებულია. აკაურება მეგობრებო, გაკრიალებული, ძალიან სუფთა და პერსონალიც რა ვიცი, ძალიან კარგი ყავთ, ვინც შეგვხვდა, ყველა ძალიან კარგი, ძალიან თბილები, კეთილები და პაპუნებან ალექსანდრუშკას ჩემ პატარა. ეხლა აქედან რო გაგწერენ, მეორე საავტობუსში წავალთ, იქაც რევიზიას გაივლის ალექსანდრა, აბა ისე როგორ შეიძლება და ოპერაციასაც გაუკეთებ აუცილებლად. Горло болит сильно, да? Да? Когда глотаешь? Я вижу, что болит. Когда вкусу нет. Ну, когда глотаешь? Тогда застревает. Сткива. ერთი ცალი კვერცხი ჭამა, რამოდენიმე კოზი. ვერმიშელის ფაფაც ჭამა. ეხლა პურს და კარაქიან პურს ჭამს, უფრო სწორად ჩაიც გავუკეთე, აგერ უდევს ყველაფერი. შევატყეს კიდევ მოუტანენ საჭიელს აღამას, კიდევ მოუტანენ და ძალიან კარგი, ძალიან გამიხარდა კვება რო აქვთ და ეს თურმე შედის ამ ფასში. ოღონდ არ ვიცით რამდენი უნდა გადავიხადოთ ჯერ კლინიკაში. სხვადასხვა კვლევების მიხედვით, ანუ რაც დასჭირდება, რასაც გაუკეთებენ, მაგის მიხედვით გადავიხდით. თავარია კარგად იყოს და რა თქმა უნდა გადავიხდით. მაგრამ რა კარგია, რომ ბელორუსში ჯანდაცვა 100%-ით იფინანსდება და სრულიად ოფიციალურად. ალექსანდრუშკას დილის მერე სიცხე არ ქონია, ძინავს, ახლა კარგა ხანს ეძინა, ცოტა გამოიღვიძა, მაგრამ
ისევ გააგრძელა ძილი და მოგვიტანეს კიდევ საჭმელი. შუა დღეს დავიწყდა რომ გადამეყო, მაგრამ საღამოს გაჩვენებთ რა მოუტანეს ალექსანდრას. მე ძალიან მაინტერესებს. შუა დღეს იყო სუპი. რაღაცნაირი ბრინჯით, კარტოფილით, რაღაც ესეთი. პიურე იყო და თათრის ფილე. ესეთი ფუნთუშა. ინტერესოა. მე ამას ალექსანდრა არ შეჭამს, გამორიცხულია, უეჭველი მაწონია. ციციბურა. თუ არა. თან. ეს საჭმელი მე მგონი მე უფრო მომიტანეს, იმიტომ რომ ალექსანდრა გამორიცხულია არ შეჭამს, მაგრამ ჭარხალი უყვარს, მაგრამ დაი, შევთავაზებ. ეს ისევ ესეთი პური, რომელიც იქ დაგვრჩა. ой. Какие, да, конечно. Тогда написано. Хорошо. Რაღაცა ძალიან გამუშტერდი მე აქ. ალექსანდრას მთელი დღეების წინავს. მე სულად მარტო ვარ პალატაში. ერთი რამის უნდა ვუყურო. რატო ვერ მომიფიქრე აქამდე? გარეთ ბავშვები ვარჯიშობენ. Ეკარგია. ეხლა გრუხარია და მეთქო წარმოგიდგენიათ, რომ ფიქრობენ რა მომავალში, ფიქრობენ ღმერთმა ქნას თითოეული მათგანი ძალიან წარმატებული ფეხბურთელი იყოს. პატარა რო იყავი, მეც ცეკვაზე რო დავდიოდი, სულ ვოცნებობდი რაღაცას დასწავლი, მოცეკვავე გავხდებოდი. მსოფლიოს მოვივლიდი. იყო ეს პატარაობის ოცნებები, მაინც თქვენ არიც არ ვიცი, იცით თუ არა. ჩემს მთავარ ოცნებაზე არ ნახული ოცნება რო გქონდა მე და მონიკას ამერიკაში წასვლა გვინდოდა, ეს ფილმებს უყურებდით რაღაცეებს, ჯენიფერ ლოპესის ფილმი იყო. ჯენიფერ ლოპესი მონაწილეობდა სადღაც სასტუმროში მუშაობდა დამლაგებლად და მე იქ თავის პრინცს შეხვდება ვიღაცა მილიონერს თუ რაღაცა და მიყვება ბოლოს მაგას ცოლად და აი ჩვენ მაგ ფილმს ვუყურეთ და ეთქვა ძალიან ჩაგვჭა ორივე სკოლში და ესეთი ოცნება გქონდა ინგლისურს ვსწავლობდით, ამ წარმოგიდგენიათ ინგლისურს ვსწავლობდი, იმიტომ რომ თურმე ამერიკაში სწავლულიყავი და სასტუმროში მე მუშავა დამლაგებლად. გულია იქით, მოიწავ ესე არ ჩანს, თუ ჩანს, ხედავთ. უბრალოდ ნახეთ როგორი ის არის ჰაერი დაბინძურებული, რომ აი ესეთი მაგრამ მე მგონი ის იქით მხარეს არ ჩანს. აქეთ ყველაფერი კარგად ჩანს. ხო, აქ მე ვარ ისეთში. როგორ ხართ, ხომ ხართ ყველანი კარგად და ჯანმრთელად და არა ჩვენსავით აი ეს საღად მხოვოში. ალექსანდრას ხედავთ ხო? წინავს მე გავიღვიძე 9 საათი იყო. საუზმე ალექსანდრას. საუზმე მოუტანეს ახლა ალექსანდრას ცოტა ხანში. დღეს დედაჩემიც უნდა მოვიდეს 12 საათისთვის მოუვალო და საღამოს 7:30-ზე ისევ სიცხე მისცა 39.7 ქონდა დამწევი და დღეს უკვე აგერ მამის 10 საათია, მაგრამ სიცხე არ აქვს. შეიძლება გწნობს თავს თუ გაგწერონ. მე არც არ მიჩქარება. მე არსად არ მიჩქარება საერთოდ, მაგრამ მაჩი ლოქს ვიხერდა. აუ, გაწიში. დავაჭერე. ეს ჩემი თანამშრომელია. სასიამოვნოა. დათო, ნამეშენაცაზე. რომ გვიყვანეს კლინიკაში და COVID emergency-დან სტორი რო დავდე, ეს ახლა ბიჭი რო შემოვიდა, ეს არის მამაჩემის დეიდაშვილის, მე რომ ვიცახი ხოლმე მინიმი ქაუდაძეა თქო, ძალიან რო გავს თქვა, მე ძალიან ვამსგავსებ. ხო, მოკლედ ეს ბიჭი არის მამაჩემის დეიდაშვილის შვილი. ხო და მუშაობს აქ, ამ კლინიკაში და არა ვიცოდი რომ
მირიკო რომელიღაცა კლინიკაში მუშაობდა, მაგრამ არ ვიცოდი ამ ინფექციურში თუ მუშაობდა და ტესტორი რო ნახა, მირეკავს რაო, ჩეთახარო კლინიკაში და მე არ ვიციო, გაგივსა გადაირია და გუშინ დილას მე მგონი ჩამოფრინდა მოსკოვიდან, წასული იყო საქმეებზე და შუა დღეს მოვიდა ალექსანდრას ძალიან უყვარს ნაბეღლავი, ეხაც ნაბეღლავი მოგვიტანა. როგორი საყვარელია. ხო და ისტორია განმთავრდება მეგობრებო, კიდევ ქვევით, ანუ მამაჩემის აქ უკვე გეტყვი ხოლმე მამაჩემის ბიძაშვილი, ხო, მამაჩემის ბიძაშვილი. ირმა, უყურეს ხოლმე ჩემს ლოგოს. ანუ ვიცოდი რომ ესენი ერთად კლინიკაში მუშაობდნენ, მაგრამ ისევ და ისევ არ ვიცოდი რომელ კლინიკაში მუშაობდნენ და ირმა ქვევით, ანუ მიმღებში, სადაც emergency, სადაც არის, იქ მიმღებში მუშაობს, ოღონდ მხოლოდ შაბათ-კვირას და ნახეთ მეგობრებო, ვინ გაიღვიძა და როგორ კარგ ხასიათზეა და Не знаю, я не пробовала пока. Как твои дела, дорогая? Как ты себя чувствуешь? Что тут 1, 2, 3 делает? Да. ალექსანდრამ გაიღვიძა, სიცხე არ აქვს, მეგობრებო, გუშინ საღამოს 7:30-ზე რომ მივეცი დამწევი, მის მერე სიცხე არ ქონია და ბევრად კარგად გრძნობს თავს, ჭამადილიდან ისაუზმა. გამოვუცვალე, წეღანიკთან იყო შემოსვლება, მეოდე და შვილიო, ერთნაირ პიჟამოებში ხარ თო მეთქი. კი. დაუყენეს სისავწყვეთოვანი, გაუკეთეს ანტიბიოტიკი, წევს აგერ. იღებს თავის დოზას, ასე ვთქვათ. მიდი შვილო, მიდი, მალე უნდა გამოჯამრთელდე და სახლში უნდა წავიდეთ. ყველა ვინ შემოდის ჩვენს პიჟამოებზე ლაპარაკობს. ტყუპები ვითხარით, თათო მე ძალიან მიხარია. Какой шоколадка, у тебя горло болит. Ну-ну-ну. 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 Александра, что это такое? А? Коко? Деда чема гемрелова моგვიტანა. მე რაც თავარია ხომი და ფელამოში. Это с собой возьмите это бабушка. На, держи. С собой. А, ребята, ой. Там папа это. А что ты еще нам принесла? Вот это я вам оставлю, хорошо, цветочек. Что такое? Ты довольна? А? Тетика. Вот это Марина принесла. Что Марина принесла? Что это? Это то, что она принесла. Твои наушники принесла, что ли? Нет, это... Ладно, хорошо, аккуратно, ручка, пожалуйста, полежи сейчас, надо закончить. Да, это вещички. Ну что, вещички сразу. Давай ей шортики оденем. Не, пускай еще где-то сейчас, пускай так и будет. Волосы. Что вкусно, да? Хорошо, кушай, кушай. Либо не знаю, посмотри. Да, кофе ты принесла. Сахар здесь. И чай тоже принесла. Александра не любит чай? Чай нас каждый день приносят. А, ну вчера надо еще вечером захочешь. Это потом спрячешь. Თულიკია კოვზით ჭამა, მაგრამ Было? თულიკია კოვზით ჭამა, მაგრამ Раз уже чамлеби. Короче, вещички. Яблочный. Уже не годится, да? Раз, Да, яблочный. Если хлеб, зачем для хлеба? Игорь, Мишелька принесли. Это макароны. Макароны.
А что ты будешь кушать? Дыма, если это не покушать. Мишелька с курочкой твоей. Она пошла кушать на маленькую полочку. На, Марина, пожалуйста, вот это покушай. Я не хочу, ты покушай. Я сок хочу. Сам хочешь? Давай, помочь тебе? Не в этой. А? Я хочу в этой. Или я не знаю, Давай какой с этим. быть. С этого. Не мигай же. Открой. Посмотри, ну она идет или нет. А почему, если 4 дня должна была быть, ну, чтобы внутри был укол? Катетер называется. Ну, вдвоем полу, Вот как это вермишель я масочно. Клубника. О, как вкусно пахнет. Садитесь, мадам. За столом, пожалуйста. Марина хочу сок. А? Хочу Марина Марина сок. хочет сок налить? Нет, ты сама, я не хочу пить. Надо чуть-чуть. Попробуй, Марина. Чуть-чуть, хорошо. Она будет Всё, укашивать. всё, Все, все, спасибо, не хочу все, больше все. рыбу. Молодец. Так интересно. Не, я не хочу. Тебе. Хорошо, налей. Смотри, какая вкуснятина. Очень вкусно. Клубника, либо Это яблоко. специально, наверное, готовят компоты. Да, это. Ой, мой мозгауха. Все, спасибо, дорогая. Давай чокнемся, попьем. Очень вкусно. За ваше здоровье, мадам. Пей, беби, пей. А вот бросай, Прекрасно. Да. А А сейчас это садись, давай вермишельку покушай с Стоит курочкой. оставлять это в печь? А ну да. Да, хорошо. Немножечко это дает. Да, Марина, тогда ты там накормишь. Ее кормить картошку. Zaczęli uporwać z Aleksandra z Palatas. Я пошла, я Ты почему бабушку обижаешь? Вот она хочет убежать уже. Сейчас бабушка попадет вниз. Это для камеры, но если Марина делает все, что хочет, я ее буду постоянно падать. Не надо так делать. Очень плохо себя ведешь. Ну, проводила бабушку. Обидела. Она тоже меня обижает. Ложитесь, я закрою. Иди снимай свои куклы. Давай, отсюда гаванировать. Почему это? Не трогай, это Мириан только снимает. Это тебя не касается. Ты тут не мастер. Прыгай. Это Сирена. Что? Эта рука почему болит? Там же нету ничего. Вот это. А почему это болит? Не знаю. Может, ложись, отдохни. Горло болит, обшикаю. Устала моя доченька. Я тоже устала. Все будет хорошо. Скоро домой. Скоро Новый год. Александра Митхрару. Сахши Рогурц Мивалто. Что мы должны сделать, как домой придем? Елка, календарь. Ну, елку и календарь. Ну, адвент-календарь, да, тебе дадим. Да, а елку надо поставить, да? Посередине. Да шучу, да. Ну как мы будем кружочка-то вот И так? когда надо крутиться, мы его отодвинем. Когда нет, обратно пустим, да? Надо это вот готов. Ты дорого микорс халхно. Не дай чотать. В киштепи. Мы еще таким Юлия. Да, хуй, все, я не варха.